ქვეყნის გარემტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გამტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. მისი პოლიტიკური წონა სწორედ ამ ორ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ ინტელექტს და უანგარო პატრიოტიზმს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თეთრი ხელთათმანებით, ყოველგვარი ძალადობისა და შეურაცხყოფის გარეშე რეჟიმი ძალაუფლებას ჩამოაშორა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა. 2012 წელს ქართულმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოცხადდა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბუთებში. სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტელექტმა და უგომპრომისო პატრიოტიზმმა საქართველოს მრავალი ურთულესი წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა მისცა. ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების გამტკიცება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და პოლიტიკური საბჭოს წევრი. ამისად ბიძინა ივანიშვილის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არა მხოლოდ ფორმალიზებულია, არამედ უშუალო დემოკრატიულ ლეგიტიმაციასაც ეფუძნება. ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა. ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი არსებითად არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად მე როგორც თავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი ხშირად სარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარესქმა პირველ რიგში სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა. ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად პერიოდულად იმართება გუნდის ლიდერების შეკრება, სადაც პოლიტიკის საკვანძო საკითხები განიხილება. რომ ბიძინა ივანიშვილი განსხვავებულ აზრს, განსაკუთრებულ პატივსცემს, შესაბამისად გუნდში ყველა აზრი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობის საფუძველზე ყალიბდება. ამგვარი ღია, სიღრმისეული და საფუძვლიანი მსჯელობისას ყველაზე ხშირად ბატონი ბიძინა ივანიშვილის აზრი იმარჯვებს, რაც ისევ და ისევ მისი განსაკუთრებული კომპეტენციის დამსახურებას. ბატონ ბიძინა ივანიშვილის ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისთვის არასოდეს უსარგებლია. ვერავინ მოიტანს ვერც ერთ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან რაიმე პირადი სარგებელი მიიღო. იმის დამადასტურებელი ფაქტი კი, რომ მან ქვეყნის ინტერესებისათვის საკუთარი პირადი გაიღო, უამრავია. მისი დამოკიდებულება კორუფციის მიმართ უგომპრომისოა და სწორედ მისმა პოლიტიკაში დაბრუნებამ გახადა შესაძლებელი სწრაფად გვემოქმედა კორუფციის წინააღმდეგ. პოლიტიკაში უამრავია შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებს ქვეყნის სიკეთეს სახლში მიაქვთ. ბიძინა ივანიშვილი კი ამის სრულიად საპირისპირო მაგალითია, რაც მან როგორც მრავალმილიარდიანი მეცენატური საქმიანობით, ისე პოლიტიკური ქველმოქმედებით მყარად დაამტკიცა. თუმცა ვერც ერთმა სანქციამ ვერ აიძულა ვერც ის და ვერც მისი ოჯახი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ თუნდაც ერთი ნაბიჯი გადაეტანა. ესეც არის უანგარო პატრიოტიზმის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი, რომელიც მუდმივად თანსდევს ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. ბიძინა ივანიშვილს ებრძვიან გარე ძალები და მათი ადგილობრივი აგენტურა, რომლებსაც საქართველოს ხელახლა მისაკუთრების სურვილი ამოძრავებთ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ აგრესიის მთავარი მიზეზი სწორედ ამას უკავშირდება. მან ქართველი ხალხი გაათავისუფლა აგენტოკრატიისგან და მას დაუბრუნა ის, რაც ეკუთვნოდა: დემოკრატია და არჩევნების უფლება. ის რომ დღეს საქართველო ინარჩუნებს 14 წლიან უწყვეტ მშვიდობას. ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. ქვეყანას აქვს ძლიერი დემოკრატიული სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები. ადამიანზე ზრუნა სახელმწიფოს მთავარი სახელმწიფო პრინციპია და საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, პირველ რიგში არის სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. ქვეყნის მართვა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში 2012 წელს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა. ქართულ პოლიტიკაში ამ პრინციპების მტკიცედ დაცვასა და გამტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი იყო, არის და მომავალშიც იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი.